იმდენად ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა დედაენას, რომ შთება შთაბეჭდილება, რომ იაკობ გოგებაშვილმა რაღაც დაბალ დონეზე გააკეთა ეს. და ეს კრიტიკა მე საგანგებოდ მოვიყვანე სრულად აქ, რადგან კრიტიკა საზოგადოების განვითარების დონეზე მეტყველებს და არა იაკობ გოგებაშვილის დაბალ მუშაობის დაბალ ხარისხზე და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცა რომ ბედავს და მის გვერდით მდგომს ეუბნება, რომ ეს ასეთი გამოსასწორებელია, ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი ადამიანი, ვინც მუშაობის პროცესში ეხმარებოდა იაკობ გოგებაშვილს, იყო აკაკი წერეთელი, მეგობრებო. აკაკი წერეთელი, რომელსაც ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავდა ამ ქვეყანაზე და ყველას რაღაცნაირად კრიტიკულად და მისი უნდო გულის მოხიბლა არავის შეეძლო. ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს. ახლა ექვთიმე თაყაიშვილს დაეჯერება. და ერთადერთი, ვისაც მე როგორ ვარჩევ ამ ადამიანებს გეგონება. ერთადერთი, ვისაც დაეჯერება, ექვთიმე თაყაიშვილი იყო. ხო, ვისაც ენდობოდაო, იყო აკაკი წერეთელი და აკაკი წერეთელი თურმე სამუშაოს პროცესში იყო უშუალოდ ჩართული და პირდაპირ ერეოდა და ის ფრაზები, რომლებიც ჩვენ ბავშვობიდან ასე გარანდულად და მოქნილად და ხვედივით გამართული რითმები რო გვაქვს, ხშირად აკაკი წერეთელს ეკუთვნოდა და არა იაკობ გოგებაშვილს.